რუმინეთში 2800 ფრანგის სამხედრო მოსამსახურე პარტნიორებთან ერთად კომპლექსურ სწავლებაში ჩაერთო. წვრთნები, რომელიც დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, რამდენიმე მთავარ ამოცანას გულისხმობდა. პირველ ეტაპზე შემოწმდა შეიარაღების, აღჭურვილობისა და სამხედრო ტექნიკის მონაწილე ქვეყნებიდან რუმინეთში სწრაფი გადაგზავნის შესაძლებლობები. გამოყენებული იყო სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი. შემდეგ დაიწყო წვრთნების აქტიური ფაზა, რომლის ფარგლებშიც ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში ნატოს ჯარისკაცებმა კომპლექსური საცეცხლე და ტაქტიკური ამოცანები შეასრულეს. ეს წვრთნები მნიშვნელოვანია პირველ რიგში, იმიტომ რომ საშუალება გვეძლება ვივარჯიშოთ რეალური საფრთხის მსგავს პირობებში. მეორე მხრივ, ჩვენ აქ მართლა ვათავსებთ ჯარებს. ეს კი აჩვენებს, რომ ნატოს შეუძლია თავისი ჯარები აქ სწრაფად გადმოიყვანოს. და ბოლოს ეს სტრატეგიული მხარდაჭერის დემონსტრირებაა, განსაკუთრებით რუმინელებისთვის, რომლებთანაც ყოველდღიურად ვმუშაობთ საფრანგეთის ეროვნული თანამშრომლობის ფარგლებში. საფრანგეთის არმიის ცნობით, წვრთნებში სხვადასხვა ტიპის 400-მდე ერთეული ჯავშანტექნიკა მონაწილეობდა. ტაქტიკური მომზადების ფაზა მოიცავდა 5 დღიან უწყვეტ, დინამიკურ მანევრებს, ბატალიონების ბრძოლის უნარიანობის საველე პირობებში შესამოწმებლად. წვრთნები ითვალისწინებდა შეტევით და თავდაცვით მანევრებს, საჰაერო მხარდაჭერას ვერტმფრენებითა და დრონებით, მობილურობასა და ასე შემდეგ. საცეცხლე მომზადება კი გულისხმობდა სხვადასხვა სახეობის შეიარაღების გამოყენებასა და სროლას. მანევრებში მონაწილეობდნენ ჯარისკაცები ნატოს ევროპული ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. როგორც კი ეს მასშტაბური წვრთნები დასრულდება, ანუ როდესაც ყაზარმებში ჩავალთ, პირველ რიგში პროცედურებს განვაახლებ. გავითვალისწინებთ იმ გამოცდილებას, რომელიც გაგვიზიარეს ჩვენმა მოკავშირეებმა საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, პორტუგალიიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან. ჯერა რომ ეს არის მთავარი მიზანი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ შევძელით როგორც კარგის, ისე ცუდის დანახვა და საბოლოო ჯამში შევძელით ყველაფრის გაუმჯობესება, რასაც აქამდე მივაღწიეთ. რუმინეთმა 2022 წელს რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მსგავს მასშტაბურ სამხედრო მანევრებს პირველად უმასპინძლა. როგორც წვრთნების ხელმძღვანელობა ამბობს, დაგეგმილი სამხედრო მანევრების ყველა მიზანი შესრულებულია.